რატომ არ შეიძლება რომ დედამ თავის ქალიშვილს მისცეს საკუთარი ტანსაცმელი ან ნებისმიერი ნივთი, რომელსაც დედა აქამდე იყენებდა. კონკრეტულად ამ თემაზე სანამ გადავალ, მინდა ერთი ინფორმაცია გავაჟღერო, რაც ყველასათვის მნიშვნელოვანი არის. ზუსტად მსგავსი სახის ინფორმაციები, პრაქტიკები და ნებისმიერი ის ინფორმაცია, რაც საჯარო სივრცეში არ არის ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ რომ ჩემ არსებულ ჯგუფში ფენიქსის წრეში ნახოთ, წაიკითხოთ და მოისმინოთ, მიიღოთ საინტერესო პრაქტიკები. დეტალებთან დაკავშირებით მომწერეთ პირადში, ამ ჯგუფთან დაკავშირებით აუცილებლად გეტყვით. ეხლა გადავიდეთ კონკრეტულად თემასთან დაკავშირებით. ზოგადად ნებისმიერი ნივთი, განსაკუთრებით ეს იქნება ტანსაცმელი, ატარებს თითოეული ადამიანის ენერგეტიკას. როდესაც ადამიანი მუდმივად ატარებს კონკრეტულ ნივთს, კონკრეტულ ტანსაცმელს, ეს მუდმივად მისი ენერგეტიკით არის გაჟღენთილი და შესაბამისად, როდესაც დედა თავის ქალიშვილს ჩუქნის კონკრეტულად ტანსაცმელს და თავისი შვილი შემდეგ უკვე იცმევს ამ ტანსაცმელს, ეს საკმაოდ ცუდი არის ენერგეტიკული თვალსაზრისით. ეს რისი მომტანი შეიძლება იყოს? დავიწყოთ იმით, რომ პირველი რაც იკარგება, ეს არის ინდივიდუალიზმი. პირდაპირ მნიშვნელობით ეს ბავშვი იქნება, ეს ასაკის მდგომარეობის, ხო, ბავშვის ასაკში იქნება, დიდი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, კარგავს ინდივიდუალიზმის მდგომარეობას. ავტომატურად იკეტება გარკვეული სახის ენერგიებში, ხო, რაღაც გარკვეული სახის ბარიერებში ექცევა. ასევე კონკრეტული ნივთი იქნება თუ ტანსაცმელი, შესაძლებელი არის, რომ ცხოვრების რაღაცა ეტაპზე დედისთვის იყო პრობლემური მდგომარეობის მაჩვენებელი. შეიძლება მის რაიმე სახის ავადმყოფობა შეესწრო არსებული ნივთი ტანსაცმელი, ხო? შეიძლება კონკრეტულ რაღაცა ჩხუბის სიტუაციას, კონკრეტულ პრობლემების მდგომარეობას, ან რაღაცა მომენტში შესაძლებელი არის, რომ დედის ბედის წერის გარკვეული რაღაცა სიტუაციაც კი გადაიტანოს თავის შვილზე. ის ანალოგიური სცენარი, რაც დედამისის ცხოვრებაში იყო, ანუ დედის ცხოვრებაში იყო, ავტომატურად გადავიდეს შვილის ცხოვრებაში. ხო, მაგალითად, ქონდა პრობლემური თემა ერთ საკითხთან დაკავშირებით დედას, შესაბამისად, როდესაც მან მისი ნივთი ან ტანსაცმლის ტარება განსაკუთრებით დაიწყო, მსგავსი სახის სცენარი დაუტრიალა მის ცხოვრებაშიც, ხო? უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ნივთს და განსაკუთრებით ტანსაცმელს აქვს თავისი ენერგეტიკა, ენერგეტიკით არის გაჟღენთილი. როდესაც დედა გადასცემს შვილს ამ კონკრეტულ ტანსაცმელზე მაგ უფრო მეტად გამახვილებული ყურადღება, ის ავტომატურად აძლევს გარკვეული სახის პროგრამას. ეს შეიძლება გამიზნულად არ იყოს, მაგრამ სისტემურად ესე მუშაობს. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი სიფრთხილის ქვეშა, ანუ კითხვა დგება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, კარგი იქნება კი ეს? ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი არის. შესაბამისად, მსგავსი რამისგან ეცადეთ, რომ თავი შეიკავოთ. გირჩევნიათ, რომ პირობითად თუ მაინც და მაინც დედისგან გინდათ, რომ რაიმე გქონდეთ, მას აყიდინოთ თქვენთვის სახსოვრად რო დაგჭერთ ან რაღაც, ხო, უბრალოდ ესე გაზიარება ის ნივთი, რასაც ის ატარებდა, შემდეგ თქვენ რო გადმოგცეთ, საკმაოდ ცუდი არის. ასევე შესაძლებელია ამით გადავიდეს ჯანმრთელობის პრობლემებიც, ხო, ის რაც შეიძლებოდა რომ დედა თქვენს აწუხებდა აქამდე, ავტომატურად თქვენზე გადმოვიდეს ენერგეტიკულად და დროთა განმავლობაში თავი იჩინოს ფიზიკურ დონეზე. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ეს არის ენერგიების მიმოსვლა. დედის კავშირი ზოგადად თავის შვილთან და განსაკუთრებით გოგოსთან საკმაოდ ძლიერი არის ხოლმე, ხაზის კუთხითაც თუ შევხედავთ, ერთმანეთზე გადადის გარკვეული კუთხით, გენეტიკურადაც, ხო? შესაბამისად, აი ამ კუთხით უნდა მაქსიმალურად გაფრთხილებული იყოთ. თუ კი პრაქტიკაში უკვე გაქვთ მსგავსი გამოცდილება, გამიზიარეთ აუცილებლად, ვინც არ იცოდით ეს ინფორმაცია, სამომავლო თემებში აუცილებლად გაითვალისწინეთ, ან თუ რაღაც მომენტში უკვე აღებული გაქვთ ეს ნივთი, ეცადეთ რომ აღარ ატაროთ, ან უკანვე დაუბრუნოთ, იმიტომ რომ როდესაც დედისგან ხდება გადმოცემა ტანსაცმლის ამ შემთხვევაში უფრო მეტად გავამახვილებ კიდევ ერთხელ ყურადღებას, ავტომატურად ხდება დისბალანსი, თქვენი ენერგიების ერთმანეთში არევა. შესაბამისად, უუსიამოვნო სიტუაციები შეიძლება დატრელი ალდეს თქვენ ცხოვრებაში პრობლემური. ეს იქნება გაუაზრებელი მდგომარეობა დედის მხრიდან, უბრალოდ თქვენ შეიძლება მოგეწონოთ, მოგინდეთ გაჩუქათ, მაგრამ ეს არ არის სწორი. გაუფრთხილეთ საყვარელ ადამიანებს, თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, ვიყავით მაქსიმალურად დაკვირვებული, გააზრების მდგომარეობაში და კიდევ ერთხელ განმეორდები, მათ ვისაც მსგავსი სახის ინფორმაციები გაინტერესებთ და ასევე გარკვეული სახის პრაქტიკები, შემოდით ჩემს არსებულ ჯგუფში დეტალებთან დაკავშირებით მომწერეთ პირადში. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას ნახვამდის.